პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ახალგაზრდა ქართულ მეცნიერთან, კიბერმეცნიერთან, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ირაკლი ქარდავა, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იკითხულობს ლექციებს. მის ანგარიშზე ერთი საინტერესო კიბერ პროგრამა, რომელიც ქართული ტექსტის აუდიო შემდგენელია, ანუ საუბრობთ და ყოველგვარი კლავიატურაზე ტექსტის აკრიფის გარეშე ესხმოვანი სიგნალი გარდაიქმნება ციფრულ ფორმატში, ტექსტუალურ რეჟიმში. ამ სიახლეზე, ამ კომპიუტერულ პროდუქტზე და არა მარტო ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან. მანამდე კი რადიო მსმენელს შევახსენებთ, რომ თუ გსურთ ჩაერთვით გადაცემაში, შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ თქვენი კითხვები, მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9178. SMS გზავნილის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეადგენს. SMS სერვისით რადიო იმედს კომპანია SMS-კო უზრუნველყოფს, მისი ტელეფონის ნომერია 21914. ახლა კი გადავინაცვლოთ ჩვენ სტუმართან. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მოგესალმებით საზოგადოებას, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, სტუდიაში დაინტერესებისთვის და იმედია რომ ჩვენი საუბარი აინტერესებს ძალიან მსმენელსაც და გამოვა საინტერესო. იმედია და თქვენ მოგესალმებით ჩვენ, მაგრამ ჩვენ მივესალმებით თქვენნაირ ახალგაზრდა მონდომებულ ადამიანებს და იმ მიღწევებს, რომელიც თქვენ ესე დადებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასაწყისია და ყველაფერი გაგრძელდება. ჩვენ პირდაპირ ეთერამდე საუბრობდით და თუნდაც ამ პროდუქტის კომერციულ ღირებულებაზე თქვენ საინტერესო ფრაზა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ბრძანეთ, რომ არ მინდა ამ პროდუქტს შეუნარჩუნო მხოლოდ კომერციული ღირებულება, მინდა მას შეუნარჩუნო მეცნიერული სტატუსი და ამ კუთხით უყურო. ეს ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს რომ ჩვენ არა ვართ სამწუხაროდ ამ დონეზე განებივრებული მსგავსი კიბერპროდუქტებით. იმისთვის რომ რადიო მსმენელს შეუქმნათ წარმოდგენა, პირველ რიგში უთხრათ რომ მსგავსი პროგრამა უკვე ადაპტირებულია ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში. კი ბატონო, იცით რა არის, აი ამ თემაზე მინდა ზუსტად ახლა ცოტა განვორცო რა, ეს ჩვენი საუბარი, რომ იყო ინტერნეტში ძალიან ბევრი მოსაზრება, რომ ესეთი რამე უკვე არსებობს და რატომ ამბობთ რომ ეს რაღაც უნიკალური და პირველია და ასე შემდეგ. ჩვენ გულისხმობთ ამ შემთხვევაში ქართულისთვის ეს რომელიც არ არსებობს უკვე ამდენი წელია. არ არის ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ არსებობს ეს სოფლიოში რამოდენიმე დიდი საერთაშორისო ენისთვის და ზუსტად ჩვენც მინდა რომ აი ტენდენციებს არ ჩამორჩეთ და ეს ტექნოლოგია მოვარგოთ ჩვენს ენაზე და ჩვენი ენა მოვარგოთ ამ ტექნოლოგიას და ვიყოთ ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი მოწინავე რატომაც არა ჩვენი ენა არის იმ 14 ენაში ერთ-ერთი ხო ამხელა სტატუსი გვაქვს ხო როგორც ენას ქართულ ენას გარდა ამისა ჩვენ ხო ვართ ამ ცივილური სამყაროს ნაწილი ეს მესამე ჩვენ ხო ვიყენებთ ამ კომპიუტერს და ტექნოლოგიებს ხო გჭირდება უკვე საჭიროებებისთვის ისი არის უკვე შერწყმული თანამედროვე ადამიანის ცხოვრების საჭიროებებში ეს პროდუქტი რო ვერაცდები ხო smartphones ტელეფონს ამ შემთხვევაშიც მინდა ისე ყურადღება გავამახვილო იმ მომენტზე რომ ჩვენი ენა კი არის ჩამონათვალში მსოფლიო ენების ჩამონათვალში მაგრამ იმდენად უცხო ენოვანი პროდუქტი შემოდის საქართველოში ხო და ესეც პატარა ქვეყანა როდესაც არის რაღაც თითქოს ემუქრება ჩვენს ენას გვერდით უკანა პლანზე გადასვლა და ანუ რაღაც წარმატებული ადამიანი რო იყო მაინც და მაინც უნდა იცოდე ერთ-ერთი საერთაშორისო უცხო ენა რომ კომპიუტერთან შეძლო სრულყოფილი ურთიერთობა. ზუსტად ერთ-ერთი мотиваცია შემექმნა ისეთი შესაძლებლობა რომ თუ ადამიანმა არ იცის უცხო ენა მას რამე არ ქონოდა ზედმეტი დაბრკოლება ეს ენობრივი ბარიერი კომპლექსი არ შექმნა ხო და წარმატებისთვის უცხო ენის ცოდნა ერთ-ერთი მოთხოვნადი არ ყოფილიყო იმ ადამიანისთვის ხო ამიტომ შევეცადე რომ ქართული ენის საჭიროება ამომეტანა უფრო ზევით და რაღაცნაირად თვითონ ენისთვის პოპულარიზაციისთვის გამეკეთებინა რაღაც საინტერესო
და შედეგის მომტანი, რომელიც იქნებოდა ყველასათვის ხელმისაწვდომი. ეს როგორ თქვა, აი თუ სწორად გამომივა ხა ფორმულირება, სამწუხაროდ არსებობს ასე თქვა შექმნილია სოციოლოგიური კომპლექსი, თუ შეიძლება დავარქვათ ენის მხრივ, იმიტომ რომ არის ეს რომ აი ინგლისური თუ არ ვიცი რაღაცა ისე ვერიქნები მოცინავე საზოგადოებაში და ასე შემდეგ და რაც მეტი ენა ის ამ დროს როდესაც ასეთ პროდუქტს ქმნით ალბათ ეს აი ამ საზოგადოებისთვის არის საკუთარ თავში მეტი დარწმუნების საშუალების მიცემა. დაახლოებით შევეცდები უფრო მეცნიერულადაც და რაც შემიძლია მაქსიმალურად გასაგებიენით აღწერო, რას გულისხმობთ, რაზე ვსაუბრობთ. რა არის მოკლედ ეს ახალი პროგრამა, რას გულისხმობს? ანუ ჩვენ პროგრამაზე რომელზეც ვსაუბრობთ არის შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია აქვს უნარი რომ ქართველი ადამიანის ქართული საუბარი ჩვეულებრივი აქცენტით არაფერი განსაკუთრებული დამატებითობა არ აქვს? ნუ ამ შემთხვევაში ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას. ალბათ სასურველი არ არის რომ რაღაცა კუთხური ჩახვევები შეიძლება გაუჭირდეს ახლა. ყველაფერს თანდათან აგიხსნით. პირველ რიგში არის საუბარი იმაზე რომ ქართველი ადამიანის ჩვეულებრივი აქცენტით საუბარი როდესაც იქნება მიკროფონთან მიიღო საუბრის დასრულებისთანავე კომპიუტერში აკრეფილი სახით ჩვეულებრივად როგორც შეიძლება მას დაუშვათ აეკრიფა კლავიატურიდან. ანუ ამას ქვია speech recognizer-ი და ეს შესაძლებლობა რომელიც მე გავაკეთე ქართულისთვის ბუნებრივია დავარქვი მას Geo speech recognizer-ი. დიახ, ახლა წარმოვიდგინოთ აი აქცენტი რაც ბრძანეთ თქვენ არის სოფლიოში აქცენტების პრობლემა. აქვს ინგლისურ ენას რამოდენიმე მე ვნახე დაახლოებით 30 განსხვავებული აქცენტი აქვს. აქ არის ავსტრალიის აქცენტი, ამერიკის აქცენტი, ინგლისის აქცენტი და ძალიან ბევრია. ყველას ვერ ჩამოვსვით ბუნებრივია და საქართველოშიც და ყველა ენას აქვს საქართველოშიც. და რაც შეეხება speech recognizer-ებს, ამ speech recognizer-ებს ეს აქცენტის პრობლემა აქვს გადაულახავი. რაღაც დონეზე არის თითქოს სრულყოფილი, მაგრამ ეს პრობლემა დგას მწვავედ ამ სფეროში. და გარდა იმისა, რომ შევქმენი ისეთი პროგრამა, რომელსაც შეუძლია ქართული საუბარი გადაიყვანოს ხმიდან, მორფემიდან მივიღოთ გრაფემა, არის ესეთი ჩანართი ჩვენს მიერ დამუშავებული, რომელსაც აქვს ნებისმიერი განსხვავებული აქცენტის მოხსნის საშუალება. ანუ რას გულისხმობ, შეიძლება ახლა უფრო თვალსაჩინოებისთვის ეს საჭირო იყოს, თქვათ, რამე სიტყვა წავიდა დაუშვათ, ხო? შეიძლება ახლა ზუსტად ისეთნაირად ვერ თქვა რომელიმე აქცენტით, მაგრამ აი ვთქვათ, ერთი პირველი აქცენტით წავიდა და მეორე აქცენტი წავიდა, ან წავიდა ან რაღაცა ეგრე, ხო? და საერთოდ წევიდას რო იტყვის იქ როგორია? წევიდა ამ შემთხვევაში სხვა ფონეტიკური შემადგენლობა აქვს, იმიტომ რომ ა და ე უკვე სხვადასხვა ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ეს უკვე ფონეტიკური საკითხია, მე ვსაუბრობ უბრალოდ აქცენტზე. და ჩვენ გვაქვს გაკეთებული ისეთი მიდგომა დამუშავებული, რომელიც კი მაინც კვლევისაგანია ჯერჯერობით, მაგრამ აი ამ პრობლემას ხსნის და ამ შემთხვევაში ჩვენ გარდა იმისა, რომ უკვე გამოგონებული დიდი ხნის წინ სხვა ენებისთვის შესაძლებლობა ქართულ ენას რომ მოვარგეთ, ამის გარდა შეგვიძლია ჩვენ იქით შევთავაზოთ მსოფლიოს აქცენტის მოხსნის პრობლემა და ეს შესაძლებლობა, ეს მოდული ჩართონ იქ, სადაც არის დაუშვათ თითოეული ენისთვის აკუსტიკური მოდელი შედგენილი. პლუს ამას მე როდესაც ამ პროგრამის დამუშავებაზე დავიწყე გადავდგე პირველი ნაბიჯები ინტერნეტში ძალიან აქტიურად ვათვალიერებდი განყოფილებებს, სადაც ამ თემებზე იყო საუბარი, სადაც იყო დისკუსიები, ფორუმები, ასე შემდეგ, გავიცანი ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს Google Voice-ის ჩამოყალიბება და მათ აქვთ ურთიერთობა ამ დიდ კომპანიასთან და მათთან ჩამომიყალიბდა მეგობრული საუბარი, ქართველი ადამიანი ხო ის მეგობრობაში ძალიან ესეთია გულწრფელი და მიმზიდველი ესე ვთქვათ და ამ ნიჭის წყალობით, ესე იგი ჩვენ დავმეგობრდით, ყოველდღიური ურთიერთობაც კი მქონდა ამ პერიოდში, როდესაც ჩამოყალიბების ეტაპი მქონდა. Google Voice-ის შექმნილ უბრალოდ მანთხოვა რომ თუ ოფიციალურ დონეზე არ არის საუბარი, თავისი სახელმწიფოები არ დავასახელო. და მოკლედ მათთან ურთიერთობით მოვედი აქამდე რა, ამ ეტაპამდე და შეგვიძლია რომ მე მაქვს ახლა გეგმაში რომ წავიდე მივლინებით ამერიკის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც განვიხილავთ ამ თემას აქცენტების მოხსნის საკითხზე. ინგლისური ენისთვის სრულყოფილი აკუსტიკური მოდელი რომ შეიქმნას, რომელიც 30-ვე აქცენტს გამოიცნობს, დაახლოებით 30-ვე აკუსტიკური მოდელი უნდა შეიქმნას ცალ-ცალკე. ეს რა მხოლოდ სამუშაოა.
რა თქმა უნდა, რამხელა სამუშაოა, დროსთან არის დაკავშირებული და ძალიან ბევრ ფინანსურ რესურსებთან. აი ამ ჩვენი მიდგომის რეალიზაციის შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ სოფლიოს ექნება შესაძლებლობა, რომ 30 იქნება თუ 70 სხვადასხვა განსხვავებული აქცენტი გულისხმობ ისევ ერთი და იგივე ფონეტიკური შემადგენლობის სიტყვის სხვადასხვა გაჟღერებით, აი ეს პრობლემა მოიხსნება და 30 აქცენტი შეიძლება ერთი აკუსტიკური მოდელით იქნეს გადაწყვეტილი. ანუ თქვენ ამ პროგრამული ძიებისას რაღაც გარკვეულ უნივერსალურ ხერხს მიაგებთ. თქვენი საუბრეთ, რომ აქ მარტო კომერციულ პროექტზე არ არის საუბარი, ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი მეცნიერული და ქართული სულისკვეთების მქონე თემა და ამიტომ აქ მარტო კონკრეტულ ერთ შედეგზე არ ვარ ესე ორიენტირებული. პარალელურად კვლევების წიაღში მიდის წინსვლა და კარგი კეთდება ორი საქმე კეთდება, რომელსაც შეუძლია ჩვენი ენის ძალიან მაღალ დონეზე წამოწევა მსოფლიო დონეზე და ასევე ჩვენი ქვეყნის აი ამ პროგრამის მოდულში ჩართვის შემდეგ ჩვენი მიდგომის შეგვიძლია თვითონ ტექნოლოგიურ დონეზე საქართველოს გახდეს მიმზიდველი და ესე ვთქვათ საინტერესო უცხოური ტექნოლოგიისთვის და უცხო მეცნიერებისთვის და მათ მე ჩემი ურთიერთობით ახლა უკვე შემიძლია და მე მით უმეტეს რომ უცხოელი მეცნიერები რომლებიც ძალიან ღრმად არიან შესული ამ საკითხში ჩამოვიყვანოთ აქ მასტერ კლასები აქ ჩავატარებინოთ ჩვენ წავიდეთ იქ და ესე რომ ვთქვათ მოხსნათ ტექნოლოგიური საზღურები და ბარიერები და ვიყოთ ესე გასაგებია ირაკლი სარეკლამო ჭრა გვაქვს ამის შემდეგ განვაგრძოთ დიალოგი და უბრალოდ მოკლედ გავაკეთებ ფორმულირებას ანუ გარდა იმისა რომ წლების განმავლობაში არსებული იგივე ინგლისურისთვის მე მგონი ერთ-ერთი პირველი იყო პროგრამა რომელიც საუბარს ანუ ხმას გარდაქმნის ციფრულ ტექსტურ რეჟიმში გარდა იმისა რომ შექმნით ამის ქართული ვარიანტი ანუ ქართული ერის გარდაქმნილი მუშაობის რეჟიმში თქვენ მიაგენით აქცენტების რეგულირების გარკვეულ რაღაცა პროდუქტს საუბარი მაინც სანამ სოფლიო დონეზე აღიარება ექნება ჯერჯერობით გასაგებია ანუ ამ ერთი პროდუქტის შექმნისას მეორე მიგნებაც გაქვს რომელიც უნდა გავიდეს ფარგლებს გარეთ და გამოიყენება უკვე საერთაშორისო დონეზე სარეკლამო ჭრის შემდეგ განვაგრძოთ ჩვენი ძალიან საინტერესო დიალოგი ტერაბაიტი შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, განვაგრძოთ გადაცემას ტერაბაიტი. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი ქარდავა. საუბრობთ მის მიერ შექმნილ საინტერესო კიბერ პროდუქტზე, რომელიც გულისხმობს ქართული ხმოვანი ტექსტის ციფრულ ფორმატში გადაყვანას. ანუ არ დაგჭირდებათ დაждომა კომპიუტერთან კლავიატურაზე Word-ის გახსნა და კლავიატურაზე ტექსტის აგრეფა, უბრალოდ მიკროფონში იტყვით რაღაც ფრაზებს და ამას გარდაქმნის უკვე ტექსტუალურ რეჟიმში. ჩვენ ახლა საინტერესო დეტალზე საუბრობდით, ну, პრინციპში ეს თემა ამოვწურეთ, უბრალოდ კიდევ ერთხელ ფორმულირებას მომახდენ. მაშინ, როდესაც მუშაობდით ამ უკვე სოფლიოში აპრობირებული მეთოდის ჩამონათვალში ქართული ენის ჩამატებაზე, ანუ ქართული ხმოვანი ტექსტის გარდაქმნას ციფრულ ფორმატში მიაგენით ასე ვთქვათ კიდევ აქცენტების მოხსნის შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა უკვე გარდა იმისა რომ ქართულში ძალიან გამოგვადგება თქვენ ამბობთ რომ ძალიან გამოყენებადია ინგლისურ რა თქმა უნდა და სხვა ინგლისური ენისთვის ყველა ნებისმიერ ბუნებრივ ენას გააჩნია განსხვავებული აქცენტები. ანუ გამოდის რომ ამ საქმის გაკეთებისას თქვენ შექმნით კიდე ერთი პროდუქტი რომელიც უნდა წარუდგინოთ ახლა თქვენ კოლეგებს მოვახდინოთ ამ შესაძლებლობის პრაქტიკაში გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ენებისთვის და ბუნებრივია ჩვენი ენისთვის. რა პრინციპების წყალობით ახერხებთ აკუსტიკურ პრობლემის მოგვარებას? აი ესეთი მომენტი არის, როდესაც ხდება ხმის ამოცნობა და ტექსტად გადაქცევა, ამ შემთხვევაში მთლიანი აქცენტი კეთდება ელექტრონულ ხევებზე, რომელიც წარმოთქმული ბგერის შესაბამისად კომპიუტერში, ну, ანალოგიურად იმავე მომენტში გაჩნდება და ამ აკუსტიკიდან გამომდინარე შემდეგ ხდება მორფემის გრაფემად გადაქცევა, ანუ ბგერის ასოდ გადაქცევა, რომელიც უკვე აკრეფილი იქნება ავტომატურად, ხო? ჩემი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ გარდა აკუსტიკისა ხმას თვითონ რომელიც შედგება ბგერებისგან, აქვს ბგერების განსხვავებული ფაზები. ბგერას აქვს ჩემი დაკვირვებით ორი ფაზა. ეს არის პირველი ფაზა და აქვს მეორე ფაზა. პირველი ფაზა, რომელიც გააჩნია თანხმოვნებს, ესენი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თორე აი ესე რომ შევხედოთ, ქართულში 28 თანხმოვანი გვაქვს, 28-ვე თანხმოვნის მეორე ფაზები ერთმანეთს გავს და შეიძლება გრამატიკულად რაღაც წარმოვთქვათ, ეს უკვე შეიძლება ამ ჩვენ საკითხს სწორად ერგებოდეს და გრამატიკულად ან ფონეტიკურად ფონეტიკოსებისთვის ცოტა სხვანაირად ჟღერდეს, მაგრამ არის 28 ქართულში ასობ ქართულში თანხმოვანი, რომელსაც
მხოლოდ პირველი ფაზები აქვს განსხვავებული, თორემ 28-ს მეორე ფაზები აქვს ერთმანეთის ტოლი. ანუ დავუშვათ თქვათ რაღაც ბგერა D B Z G აი ის თუ აკვირდებით ის ყველას ერთი და იგივეა. გაგრძელება ერთი. გაგრძელება ყველას ერთი და იგივეა და ჩვენი მიდგომა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც აქცენტით განსხვავებულად ვიტყვით ერთი და იგივე სიტყვას, მეორე ფაზების გაგრძელება გვაძლევს აქცენტის თანხმდროშია ისედაც ყველა ერთმანეთთან თავარია. პირველი ფაზები რჩება იგივე და აი პირველი ფაზების მეშვეობით შეგვიძლია გამოიცნოთ ერთი და იგივე ფონეტიკური შემადგენლობის სიტყვა განსხვავებული აკუსტიკის დროს და შეგვიძლია რომ ამით მოიხსნას ეს ანუ ქართული თანხმოვნის ამ თავისებურებამ ასე ვთქვათ გაადვილა და მე ვფიქრობ რომ ეს გარდა იმისა რომ ქართული ენის მსგავსი ენებისთვის იქნება ძალიან კარგი, ასევე იქნება განსხვავებული ენებისთვის, რომელიც ქართული ენის მსგავს ოჯახებში არ შედის. თუმცა ვიმეორებ ეს კვლევის საგანია და რომელ ენას რა დონეზე გამოადგება ეს სხვა საკითხია, მაგრამ აქცენტის პრობლემას ეს მოხსნის. ეხლა ფაქტია რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს თქვენი პროდუქტი ქართულ ენას დააყენებს იმ ენების გვერდით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ესე ფეხაწყობილია, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ არ ვიცი რა არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც გონიათ კიდევაც რომ ქართული რაღაც უკვე არქაული ენაა და ჩამორჩება რეალობას და მე მგონი ასე არ არის. საერთოდ ქართული ენის გაციფრულების მიმართ და საერთოდ ქართული ენის საჭიროების მიმართ ისეთი სკეპტიკური დამოკიდებულება არის, რომ როგორც ჩვეულებრივი ქართველი ადამიანი ძალიან გულსატკენია, როდესაც ამ დამოკიდებულებას შეხედავ და მით უმეტეს ეს ახალგაზრდებში არის, იმიტომ რომ მე მესმის ამ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ტექნოლოგია ყველაფერი არის უცხოენოვანი, უცხოურ ენაზეა ყველაფერი აგებული. მაგრამ აი მოინდომეთ და დიახ, შედეგი სახეზეა, ხო? მონდომების სწორი მიმართულების შემთხვევაში, რომელიც ვფიქრობ რომ არც ახლა არასწორად მიმართულებით დაწყებული ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ საკითხს მოხსნის და ადამიანში რაღაც განცდას დაბადებს იმისას რომ ჩვენც ვართ რაღაც მსოფლიო მოვლენების ეპიცენტრის ერთი პატარა ნაწილი. თუნდაც პატარა, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმი და რომელსაც თავისი სიტყვა ეთქმის, რომ თელ მსოფლიოსაც უთხრას, რომ თქვენ რო ესე აკეთებთ, შეგვიძლია ესე უკეთესად წესვარ და აგერ ამასობაში შეგვიძლია რაღაც შემოგთავაზოთ კიდევაც, როგორც თქვენ შემთხვევაში იყო. და ირაკლი, თქვენ სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობთ. რადგან ჩვენ საუბრობთ ფაქტობრივად ეს არის კომპიუტერული ლინგვისტიკა, ხო? და ზოგადად სტუდენტების მხრიდან რამდენად არის დაინტერესება? როგორც ცნობთ ამ პულსზე ალბათ გიჭირებთ თქვენ. სტუდენტების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია, ძალიან აინტერესებ ამ მოვლენების განვითარება, ძალიან ნიჭიერი სტუდენტები ვყავს და საერთოდ ქართველი ადამიანი ნიჭიერია, თავარია მის ნიჭს სწორი მიმართულება მიეცეს დროზე. და აი ამ კომპიუტერული ლინგვისტიკის უშუალოდ თავისებურებებზე რო ესაუბრო, ამას არ ყოფნის მარტო ბაკალავრის პერიოდი. ანუ ეს 4 წელი. ანუ 4 წელი არ ყოფნის მას და ამისთვის საჭიროა მაგისტრატურა და ასე შემდეგ თუ სურვილი ექნებოდათ შემდეგ დოქტორანტურა და ნუ სამეცნიერო სახით მიდგომა ამ საკითხების მიმართ და სწორედ ერთ-ერთი мотиваცია კიდე ჩემი ამ მიდგომის დაწყების დროს ეს იყო რომ შემექმნა ისეთი გარემო და ისეთი შესაძლებლობა რომ აი ეს ნიჭიერი სტუდენტები რომლებიც ბაკალავრის 4 წლის დასრულების შემდეგ ნუ ცხოვრებისეული პრობლემის გამო სხვადასხვა რაღაც ისეთ სამსახურებს იწყებენ რომელიც საერთოდ არ არის მის პროფესიასთან ახლოს. ეს სტუდენტები პირიქით აქით მომეზიდა და აი ამ სტუდენტების ურთიერთობის ფარგლებში მომხდარიყო ჩამოყალიბება აი ამ პროგრამის რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ამ სტუდენტებსაც უნდა იგრძნონ რომ მათი ნიჭიც რაღაც საინტერესოა და მათი ნიჭიც საჭიროა, კი. და აი ეს პრობლემა ზუსტად ის რომ საქართველოში მე სტუდენტები აი ძალიან ნიჭიერი სტუდენტები იკარგებიან, მინდოდა რომ როგორც უკვე მზად გამოცდილი მეცნიერები მიგვიღო. რასაც მე ვფიქრობდი რომ ეს ჩემთვის კარგი იქნებოდა, ეს ჩემი განვითარებისთვის კარგი იქნებოდა, ზუსტად ამ პოზიციიდან ვშელობ. მე რაც მე სიამოვნებოდა, რაც გამიხარდებოდა რომ უფრო მეტად ჩამოყალიბებულიყავი მეცნიერად, აი ზუსტად იგივე გარემო მინდა შეექმნა ახლა იმ ადამიანებს, ვინც ახლა არიან. იმედია რომ იგივე სოხუმის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობა კონკრეტულად ამ შემთხვევაში მოეკიდება ამას, რომ შექმნათ ის გარემო, რომლის შექმნაშიც თქვენ ანუ შეგიძლიათ ტაქტიკურად სწორი მონახაზები დაგეგმოთ. დიახ. და აი ამას გულისხმობ კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რომ ეს პროექტი სრულყოფილი რომ გახდეს ამ პროგრამაზე, როცა ვსაუბრობთ, ახლა მინდა უფრო ესე რომ ვთქვათ სწორად რო ახსნათ რაზე საუბარი, ეს პროგრამა ჯერჯერობით მარტო აღიქვამს ჩემს ხმას და ჩემს საუბარს აქცევს ტექსტად და სრულყოფილი რომ გახდეს ნებისმიერი ქართველი ადამიანის, ქალის, კაცის, მოხუცის, ბავშვის ყველა საუბარი რომ აღიქვას, ამას ჭირდება სრულყოფა.
სრულყოფისთვის საჭირო არის 200-250 ადამიანის განსხვავებული ასაკის და ანუ ის ჩამონათვალი რომელიც ზემოთ თქვი მათი ხმების ჩანაწერები მქონდეს 1000 წუთიანი და ამ შემთხვევაში მოხდება ხელახალი აკუსტიკური მოდელის შექმნა ჩვენი ენისთვის და ეს უკვე იქნება სრულყოფილი და ამ სრულყოფის პროცესში მინდა რომ ზუსტად ჩავთო ჩვენი სტუდენტები და სტუდენტებთან მოხალისეები ჭირდებათ. მოხალისეებიც იქნებიან ისინიც და პროექტის ფარგლებში თვალსაზრისით უკვე სტუდენტები. სტიპენდია შეიძლება მივცეთ, ესეც ერთ-ერთი სტიმული იქნება მათთვის და მომავალში უკვე მე ვფიქრობ რომ მიმათ ისე დავაინტერესებთ სხვაგან არ წავლენ და მივიღებთ უკვე 10 თუ 15 სტუდენტი მეყოლება. თქვენთან რაღაცა ლაბორატორიის გავსი უნდა შეიქმნას ესე იგი ამაზე საუბარი და თუ მივაღწევთ შედეგებს მე საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ და ძალიან კარგი იმედი მაქვს რომ იგივე მოხალისეებიც ხმის მომწოდებლებიც არ იქნებიან ეს თქვა დეფიციტში. არის ინტერესი ძალიან დიდი საზოგადოებიდან თუ რა მეთოდები გამოვიყენე ამ შედეგის მისაღწევად. მინდა ვთქვა რომ ველოსიპედი თავიდან რომ გამოვიგონოთ ამისთვის რატომ უნდა დავხარჯოთ დრო სოფლიოში არსებული მიდგომები გამოვიყენე და პლუს გამოვიყენე ის მიდგომები რომლებიც ჩემი კომპიუტერული ლინგვისტიკის დარგში მოღვაწეობის დროს შევიძინე და ეს მიდგომები მე შარშან გავხდით პარიზში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იქ გავახმოვანე შემდეგ მოგვიანებით ეს დაიბეჭდა ერთ-ერთ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში საერთაშორისოში ანალოგიურად სინგაპურში, ქალაქ სინგაპურში კიდევ უფრო მოგვიანებით ამ საერთაშორისო ასოციაციის წევრი გავხდი და ეს ყველაფერი ჩემი მიდგომები და სოფლიოში არსებული მიდგომები ერთმანეთს შევაჯერე და შედეგად მივიღე ეხლა ზუსტად ის რაც არის წარმოდგენილი და რაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ კიდე 2 წუთი გვაქვს და ამ 2 წუთის განმავლობაში ერთი მინდა ვთქვა თუ შეიძლება ჩემს მეგობარს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რომელიც მორალურად გვერდში მედგა ეს არის ლევან ჭინჭარაძე კარგი ქართველი ადამიანი და მისი ესე იგი დადებითი მოხდით მოხდა ამ ჩემი შედეგის უფრო დასწრაფება რა თქვენ ბრძანეთ რომ ერთ პროდუქციაზე მუშაობისას ფაქტობრივად მიიღეთ მეორე რაღაცა ისეთი შესაძლებლობა რომელიც შეგვიძლია უკვე სხვა პარალელურად მიიღეთ ახალი მიდგომა რომელიც შეიძლება პროდუქტის უფრო მეტად სრულყოფილი სახისთვის იყოს გამოყენებული მსოფლიოს სხვადასხვა ენებისთვის. საგულისხმო მომენტია ეს, რადგან ჩვენთან ნედლი მასალაა თანამედროვე ტექნოლოგიური მსოფლიოსთვის რაღაც კარგი იდეების შესაძლებლად. ქართულ ნიჭს გულისხმობთ. და ეს ქართული ნიჭი ზუსტად მინდა ეს ნედლეული ჩამოვაყალიბო უკვე სრულყოფილ მეცნიერულ მოაზროვნე ტვინად, რომელიც იქნება მსოფლიოსთვის სიკეთის მომტანი და პირველ რიგში საქართველოს. როგორი მდგომარეობა იხატება, იცით რომ დღეს თანამედროვე მსოფლიო არის ისეთი რომ გაჯერებულია ტექნოლოგიით, თითქოს გაჯერებულია, მაგრამ ამ დროს რაღაცა გრძნობ რომ თითქოს რაღაცა იდეების და სიახლეების მცირე დეფიციტია. თითქოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის რა დონეზე თითქოს შეიძლება კრეატიული ჩანდეს, იმ დონეზე ძალიან ხელოვნურია რა და ამ ხელოვნურს ჩვენ შეგვიძლია შევმატოთ ჩვენი ნიჭიდან გამომდინარე უფრო მეტი სული და უფრო მეტი დახვეწილობა. ჩვენს გარშემო არსებულ აი ამ ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც უკვე რაღაცები გაკეთებულია, შექმნილია, როდესაც ბევრი რამე გაკეთება, მე უკვე იდეების პრობლემა არის, კრეატიულობის პრობლემა და ამ დროს ჩვენ საქართველოს რომელიც ესეთ ჩაკეტილ სივრცეში ვიყავით, აქ არის დუხს იდეები, დუხს რაღაცა აზრები და თუ ამას გასაქანი მიეცემა ჩვენ აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში შეგვიძლია რომ კვეთრი დადებითი ჩვენ გამოვძერწავთ ძალიან საინტერესო ვითამაშოთ. ძალიან კარგი, მოკლედ წარმატებებს გისურვებთ, სამწუხაროა რომ ესეც განაგავიდეთ რომ ბევრი რაღაც შეიძლებოდა კიდე ითქვა და ვერ მოვყვები თუ ვის შეიძლებოდა განსაკუთრებით ეს პროგრამა გამოეყენებინა ეს უსინათლო ადამიანები, ჟურნალისტები, რომელსაც ტექსტი ასაკრეფი აქვთ ფურცლიდან დაწერილი ტექსტიდან კლავიატურით ან აუდიო ჩანაწერები აქვთ. ასე შემდეგ ძალიან ბევრ ესეთ პრობლემებს მოაგვარებს და მე ვფიქრობ რომ ჟურნალისტები საჭიროება მისი კი იქნებიან ვინც სიხარული გითხარით კიდევ წლების წინ გაზეთში რომ მუშაობდი ეს ჩემთვის იქნებოდა მიღწევა რამდენ დროს ჩვენ ხარჯავდით ამ საქმეში კარგი მადლობა თქვენ და წარმატებებს უსურვებთ თქვენს გადაცემას და ანონსის სახით მინდა ვთქვა რომ შემოდგომის პირველ თვეს გავასაჯაროებ ისეთ საინტერესო ძალიან საინტერესო ინოვაციას ქართული ენისთვის რომელიც ზოგი ენისთვის არსებობს
არსებობს, ქართულისთვის არ არსებობს და კიდე ისეთი რაღაცები, რომელიც სოფლიო დონეზეც არ არსებობს და ამას მოკლედ ძალიან კარგი, მოკლედ ჩვენ ახლა ეს პირდაპირ ეთერში კიდევ შევთანხმდებით, რომ სპონტანური იქნება თითოეული თქვენ უკვე შემოდგომას მორდამდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენ კვლავ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ და მსმენელს გავაცნოთ უკვე ახალი იდეები. წარმატებებს გისურვებთ და მადლობა რადიოს მსმენელს. დიდი მადლობა. კარგად გრძელდებოდეთ. ნახვამდის. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური, უხილავ ციფრულ სამყაროში.